თან დავგეგმოთ ხვალინდელი პირდაპირ ეთერი და თან ცოტა ოდნავ ვიჭურავთ კიდე. მე რომ ვამბობდი რომ 5000 რო გავხდებით, მე დაიწყება თვეში ერთხელ პირდაპირ ეთერები, გახსოვთ ეს. მე 5000 რო უკვე ვუახლოვდებოდით და 300 კაცი ქონდა დარჩენილი 5000-მდე თუ რამდენი. მაშინ დამემტრა კომპიუტერი და ახლა ვფიქრობ რომ იმ დღეს იმიტომ დამემტრა კომპიუტერი რომ ჩემი კარმა გამიბრას და მე მგონი და განგება გამიბრას და ეს მოხდა როგორც კი შალვასთან ნაცვლიშულთან ჩავწერე ვიდეო ის ვიდეო კომპიუტერმა დაიმახსოვრა და გამივარდა ხელიდან და ახლა ისეთ რაღაცა გამოსცირებულობებზე ლაპარაკობს შალვა ეთერ რო დადის და რაღაცა გადაეკიდა მიშას და ისეთი რაღაცა დრობლები გამოუშვა რომ ვნანობ საერთოდ რომ ვალაპარაკეთ ჩემ არხზე არ არის საჭირო ასეთი გამოშტერებული ხალხის მოწვევა და იმდენად არაადეკვატურ გამოშტერებულობებს ლაპარაკობს, რომ ზოგჯერ მე იმაში შეგეპარება აიჭირო იმაზე, რასაც ლაპარაკობს, რომ ვითომ როგორ იმუშავა სანქციებზე და მეგობარ აქტზე, იმასაც მე უკვე ეჭქვეშ აყენებ, როდესაც ადამიანი ამდენად არაადეკვატურია. მაგრამ მოკ დამსაჯა განგებამ დამსაჯა დავჭი ჩემი უძალიანესად მაგარი კომპიუტერის გარეშე რომელიც მე ვერ ახვადგინე, იმიტომ რომ არ ექვემდებარებოდა რემონტს, ეს მე თქვენც მოგიყევით, გითხარით რომ ვისაც მოგინდებათ რომ დამეხმაროთ ახალ კომპიუტერის ყიდვაში შეგიძლიათ დამეხმაროთ, რომ დიდი სიამოვნებით მივიღებ ასეთ დახმარებას, გამომეხმაურა ერთი ჩვენი მუდმივი მაყურებელი და აქტიური, ასე ვთქვათ, წევრი ჩვენი საზოგადოების, კონკრეტულად ჩემი არხის და ოკუპატორის, ქალბატონის სახელდაგვარს ახლა არ დავასახელებ, იმიტომ რომ ისეთი კანონი შემოვიდა, რომ მე შეიძლება ეს ჩამითვალონ საზღვარგარეთიდან გრანტად და მე შეიძლება ამ ქალს რაღაცა კიდე შარი მოსდონ და რაღაცა, ამიტომ თვითონ ამ ქალბატონმა იცის, რა თქმა უნდა, რომ მე მადლობელი ვარ მისი და პირადად არაერთხელ გვისაუბრია. ძალიან დიდი მადლობა მას კიდევ ერთხელ ამისთვის. კომპიუტერი ვიყიდე, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო იაფად, ვიდრე ჩემი ძველი კომპიუტერი ღირდა, გამოვიწერე ამერიკიდან და ვყიდულობდი, ანუ ამერიკაში იმიტომ ვიყიდე, რომ მეგონა რომ უფრო დაბალ ფასად უკეთეს ხარისხს ვიყიდიდი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ გამოვიდა. ვიყიდე როგორც კომპიუტერი, რომელსაც უნდა ქონოდა ძალიან მაგარი კამერა და ამაზად უნდა იწერდეს ვიდეოებს, ამიტახა თუ შეგემჩნევიათ, რამოდენიმეჯერ უკვე გავაკეთე იმ კომპიუტერზე ეთერი სტუმრებთან, ლევანთან უფრო რამოდენიმეჯერ და ხედავთ, რომ ხარისხი დაბალია ვიდეოების სამწუხაროდ, მაგრამ ნუ რასიზამ ასეა და ასე. როდის მომოვაგროვებ მე კიდე თანხას და კიდე ვიყიდე ისევ ისეთ კარ კომპიუტერს, როგორიც მქონდა. ხო და მოდით ახლა ჩავატაროთ, ხვალ გავაკეთოთ პირველი მცდელობა პირდაპირ ეთერის. კომპიუტერის გარეშე ვერ ვაკეთებდი ამას, იმიტომ რომ უნდა გავაკეთო ტექნიკურად ასე, ალბათ ტელეფონზე ჩავრთავ თვითონ ეთერს, კომპიუტერზეც მექნება გახსნილი ჩემი YouTube-ი, საიდანაც წავიკითხავ თქვენს მოწერილ კითხვებს. თან პირდაპირ ეთერში რო ვიყო ტელეფონით და თან ტელეფონზე რო ვიკითხო კითხვები და გიპასუხოთ, ასე არ გამოვიდოდა არანაირად, ამიტომ ტელეფონით ჩავართავებ, კომპიუტერით გიპასუხებთ კითხვებზე. თემა იქნება დეოკუპაციის პოლიტიკა. ვისაც გინახავთ ჩემი დეოკუპაციის პოლიტიკა 5 პუნქტიანი. ვისაც არ გინახავთ, გადადით პლეილისტში, რომელსაც ქვია დეოკუპაცია ელსო ჯანაშიასთან, გადახედეთ იქ ვიდეოებს და იქიდან რა კითხვებიც დაგებადებათ, ის კითხვები განვიხილოთ ხვალ. გავაკეთოთ ჩართვა საღამოს თბილისის დროით 9 საათზე. და სავარაუდოდ გვექნება ტროლების შემოსევა. მე ტროლებს იცით რომ ძალიან უხეშად ვპასუხობ, როდესაც კომენტარებს წერენ, მეც ძალიან უხეშ კომენტარებს ვუბრუნებ. ძალიან ბევრს ვშლი საერთოდ, მაგრამ ზოგჯერ ვტოვებ სპეციალურად, რომ
აი სანიმუშო დასხმა ჩავატარო ხოლმე. და პირდაპირ ეთერში ამას არ გავაკეთებ. პირდაპირ ეთერში საერთოდ არ მივაქცევ ყურადღებას, წერონ რაც უნდათ თუ იქნებიან. და მე გავცემ პასუხებს მხოლოდ ადეკვატურ კითხვებს. აბა ვცადოთ, იმედია ტექნიკურად გამომივა, თუ არ გამომივიდა და რაღაცა მოკლედ ჩეპე მოხდა, ან რაღაცაში იქ ვერ გავერკვი, ან რაღაცა ვერ გავაკეთე წესიერად და რაღაცა არა უშავს, კიდე გვექნება ბევრი მცდელობა. მოკლედ ხვალ 9 საათზე შევიკრიბოთ. და ჭორაობა რაზე მინდოდა. ძალიან დიდი ხანია არ დავდივარ არანაირ გასართობ სიტუაციებში. და პირველი იმიტომ რომ რუსები რაც ჩამოგვისია იმის მერე ყველგან რუსები არიან სადაც არ უნდა მიხვიდე ეს ძალიან მაღიზიანებს მაბრაზებს ამიტომ ვერ ვერთობი და მიჩვენია არ ვიარო ვიდრე რუსები შემხვდნენ სადმე ეს ერთი მეორე იმიტომ რომ გასართობ ადგილებში უმეტესად ქოცები არიან და ყველაფერი მკიდია ხალხი და მათი ყურება არ შემეძლო აქამდე და ახლა უკვე მე თვითონაც ნელ-ნელა მოვდივარ გართობის ხასიათზე, იმიტომ რომ კარგად მიდის ჩვენი საქმეები. ქოცების დამხობის პროცესი დაიწყო, როგორც იქნა. და დღეიდან მაქსიმუმ წელიწადნახევარი ყველაზე გრძელი ვადა, რაც შეიძლება ქოცებს მივცე წელიწადნახევარია. ამიტომ უკვე ნორმალურ ხასიათზე ვარ, უკვე მათი არსებობა ნერვებს არ მიშლის. როგორც 2012-მდე არ მიშლი და ღრუზინების არსებობა ნერვებს, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან კარგი სიტუაცია იყო ქვეყანაში. ასევე ახლა ისევ არ მიშლის ღრუზინობა დიდად ნერვებს. თლად არ მიშლისო ტყუილია მიშლის, მაგრამ აი ისე სასოწარკვეთილად არ მიშლის, რომ ახლა ვერსად ვერ ვიარო, როგორც ადრე ვიყავი. უკვე გამარჯვებულად ვგრძნობ თავს და აწი შემიძლია სიარული. ხო და მივედით მე და ჩემი მეგობარი ერთ-ერთ კლუბში და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ამ კლუბში უნდა დაუკრას კახაბერმა. კახაბერი გარდა იმისა, რომ ქოცია, კიდე ყავს რაღაცა ძალიან საშინელი რუსი ცოლი, ის ადრე რუსეთში იყო ასეთი comedy woman. თუ გინახავთ, მე ომი რო დაიწყო, შეწყვიტა ამ comedy woman-მას არსებობა. იმიტომ რომ მე მგონი პოლიტიკურად საკმაოდ ხშირად ხუმრობდნენ და პოლიტიკური ხუმრობები რო აიგრძალა, მე ესენიც დაიხურნენ. და მაგ comedy woman-ის მთავარი ქალი რო იყო ესეთი შპინგალეტი ნატაშა მეტრნახევრიანი, ყავს ცოლად მოყვანილი ჩვენს კახაბერს. კახაბერის გვარი არ ვიცი, კახაბერი და ხანუმაროა ესეთი ისე კვარტეტი? ხო, კვარტეტი, 4 კაცი ხო კვარტეტია. და ოკეი, კახაბერი იყოს კახაბერი. ნელ-ნელა ჩვენ ყველაზე ადრე მივედით, ძალიან ადრე მივედით, ჯერ კიდე ხალხი არ იყო შეკრებილი. ეს კახაბერი იქ რაღაცა საუნდებს ალაგებდა და ამასობაში დაიწყო ხალხმა შეკრება და შეიკრება რომ თავლე ქოცის აბონწყოთი ბომონწყი. მე სანამ ძალიან ბევრი ხალხი შეიკრებებოდა მანამდე რაღაცა 1-2 წავიცე და ბევრი ხალხი რომ მოვიდა უკვე და მე ყველა მეორე რომ აი ძალიან ისეთი ცნობილი კოცი იყო, უკვე აღარ შემეძლო დავჯექი და ასე ვუყურებდი მათ და რაღაცა კოქტეილებს წრუპავდი, ჩემი მეგობარიც ეკავდა. და ვაცადე ახლა ბოლომდე რომ დაღლილიყო, უცებ წავედით მეთქი სახში არ მithქვამს და მოკლედ ვუყურებდი ეს როგორ ერთობოდა. წამოვედით მერე და გამოვდივარ ახლა და კარებში დგას სალომე ღვინიანიძე ვიღაც 2 ტიპთან ერთად. ერთი ტიპი შეიძლება მის ქმარი იყოს წესიერად არ დავაკვირდი, პროსტა ეს სალომეს გაფუძკნული თმები დავინახე და მაგიტო ვიცანთან სალომეს იმიტომ ვიცნობ კიდე რომ მე ადრე ვმუშაობდი დინამოში.
და დინამოს ყველა თამაშზე მოდიოდა სალომე თავის ქმრიანად და იქიდან ვიცნობ თორე ისე არ მეცოდინებოდა სანდრო მოვლენიანი იყო ვინ არის დინამოში რო არ მუშავა როდესღაც ხო და მოვკარი ახლა საუბარს ანუ სალომე ამ ერთ-ერთ ტიპს ეკითხება რა ქენიო შენო გადაბარგდიო ბოლოს და ბოლოსო ის პასუხობს რაღაცა ნაწილობრივ გადავბარგდიო, ნაწილობრივ ვერ გადავბარგდიო, სულ რაღაცა ხელს მიშლისო, ხანრა დაიწყო და ვითომ რაღაცა პოლიტიკური მებს გულისხმობს შემაფერხებელ რას მოვლენებს და თან ბოლომდე ვერ ამბობს რომ პოლიტიკურად შემაფერხებელი მოვლენები ნეგატიურია და იმიტომ ეშლება ხელი ამაში არ უნდა რომ გამოტყდეს მაგრამ ნუ რაღაცა რომ ხელს უშლის თქვა და ეს მეორე ტიპი ეკითხება და სად გადადიხარო მოსკოვშიო თქი ასე რომ შევხედე და იმ ხელას ზიზღი მეწერა სახეზე რომ თან სალომემ მე მგონი მიცნო და უცებ ესე გაკომენტეს რაღაცნაირად მოკეტეს უცებ პირები და იდგნენ ასე და იმის მერე სიტყვას არ უთქვამთ სანამ მე იქიდან არ გავედი და უბრალოდ როგორი სიბონძღესი აი რანაირი ადამიანები არიან რომ ჯერ ერთი რომ მოსკოვში მოუნდება გადასვლა ის მის თქმა მოასწრო იქო საკაიფო ბაითი მაქო და ნუ რაღაცა საკაიფო ბაითი და მორჩა მეტი ვერაფერი ვერ თქვა ხა საკაიფო სიტუაცია მოსკოვში კარგი ვითარება რაღაცა ამას ვერ იტყოდა უკვე ეს რო თქვა არავინ არ დაგიჯერებს საერთოდ ხოცებსაც ვერ მოატყუება ასეთი რაღაცაებით საკაიფო ბაითი მაქო და всё და მე თან აი ყველა სიტყვას რო ამბობს ისე მე რაღაცნაირად ნერწყვს ყლაპავს რომ იმიტომ რომ ესმის რომ რაღაცა ძალიან ამორალურ დებილობას ლაპარაკობს და უკვე ძალიან ტეხავს ასეთი რაღაცების ლაპარაკი მაგრამ თან რო ბოლომდე ვერ ელევიან ამ თავის რუსობას თან კიდე რომ რაღაცნაირად ვითომ მაგარ მოვლენად ითვლება რომ მოსკოვში გადადიხარ თუ რა თუ მოსოლოცია თუ რა არის მოკლედ აი განამაზრზენობა იყო, მაგრამ პირველად იყო ისე რომ ვგრძნობდი რომ ამაზე ლაპარაკი ტეხავს, აი ძალიან ტეხავს და პირველად ისე რომ გადავხედე რომ მეთქი ფუფ თქვენსაწყლებოდა თქვენ აი უკვე სუნიანებო პროსტა რაზე ლაპარაკობთ ეს გამისწორდა ძალიან გამარჯვებულები ვართ უკვე კი. და კიდე იყო ასეთი სიტუაცია ძალიან ქოცური და ძალიან ცუდი. შიგნით ვიყავი ჯერ კიდე არ ვიყავი გამოსული და ხალხი პერიოდულად გარეთ გადიოდა მოსაწევად. და პანჯერაში ჩანდა ის ადგილი, სადაც ეწეოდნენ ასე რამოდენიმე მაგი დადგას იქ მაღალი ეს სიგარეტის ის საფერფლეები რო იდოს და ამ მაგის გარშემო იყვნენ შეკრებილები, აი ძალიან პერო გაყრილები და აი ძალიან ჩაზმანულები და აი ძალიან მდიდრები და აი ძალიან სასწაული მანქანებით მოვიდნენ იქ და აი ესეთი მანქანებით განმოდიან და ესეთი სასწაული ბრენდები აცვიათ და აი ძალიან ჭკვაზე არ არიან. და ამაგიდასთან მიდის ძალიან ხანშესული ქალი, კოჭლი, აი ძლივს გადა ადგილდება, აი ძალიან უჭირს სიარული, ძალიან კოჭლობს. ერთი ფეხი აქვს, ალბათ რა ვიცი მე 30 სანტიმეტრით მოკლე ვიდრე მეორე და აი ასე დადის, აი ასე. და ამ საწყალ ქალს უჭირავს რაღაცა ყვავილები. და უნდა რომ ამათ შესთავაზოს, რომ ამათმა იყიდონ. 1-3 წუთი თუ 4 წუთი დგას ამ მაგიდასთან, სადაც ეს ბონძღები ეწევიან და ეუბნება გთხოვთ იყიდოთ თან დაბალი იყო ეს ასე უყურებდა იმიტომ რომ ესენი ამ ქალზე მაღლები იყვნენ და გთხოვთ იყიდოთ ყვავილი და აი ზედ არ შეხედეს. აი არც მოიხედა არც ერთმა და ზედ არ შეხედა. ისეთი აროგანტულები იყვნენ, ისეთი აი
არაფრად არ თვლიდან საერთოდ იმ ადამიანს, იმდენად უტიფრად აიგნორებდნენ, ვითომ არ არსებობს საერთოდ. ისე აიგნორებდნენ, რომ არც კი მოუხედია და არც ერთს არ უთქვამს რა, უკაცრავად ქალბატონო, შეიძლება უთხრა, რომ უიმე ახლა თანხა არა მაქვს, ვერ ვიყიდი ბოდიში, რაღაცა ძალიან მერიდება, მაგრამ ვერ ვყიდულობ თქვენ. არა, საერთოდ, ანუ არანაირი არაფერი, არანაირი წუხილი, არანაირი მორიდება, უბრალოდ საშინელი იგნორი, ეს ზედ ერთმანეთს უყურებენ, ერთმანეთში ისე განაგრძობენ ლაპარაკს და რაღაცა სირობებზე ჭორაობას და ასე სიგარეტის მოწევას, ძალიან აი ეს რაღაცნაირად და აი ამ ხალხს საერთოდ არ იმჩნევენ, რომ არსებობს. მე ვიფიქრე ერთი ვიდეო ხوار გადავუღო მეთქი, აი კოცის არსი რაში მდგომარეობს. კოცის ყოფა როგორია? თვითონ რო რუსეთზე გამდიდრდა, რუსეთის უკრაინასთან ომით გამდიდრდა, უკრაინელი ბავშვების ხოცვით და ჟლეტვით და სისხლით გამდიდრდა და აი ამ ბონძღი, ბოროტი, ცოდვილი სიმდიდრისგან 2 ლარის გამოყოფაც კი არ უნდა, რომ გაჭირვებულს დაეხმაროს და 2 ლარიც კი ენანება იმაში, რომ იმ საწყალ ქალს, რომელიც იქ სიცივეში ღამის 2 საათზე ძლივს მოვიდა, თავისი კოჭლე ფეხებით, რომ ის 2 ლარი რაღაცნაირად მისცეს. აი ეს არის კოცის არსი. მილიარდჯერ დარწმუნებული ვარ, რომ ეს რომ მომხდარიყო, არამც თუ ნაცების აი იქ მოსაწევად ახლა ნაცები რო იდგნენ იმ მაგიდასთან. და არამც თუ შეძლებული ნაცები, საერთოდ ნებისმიერი ადამიანი აღონდა არა კოცი. აი ეს გაჭირვებული ბებია რომ ისულიყო თავისნაირ გაჭირვებულ რომელიღაცა ახალგაზრდასთან, რომელიც რუსთაველზე დგას. ძალიან ბევრ ახალგაზრდას იმ რუსთაველზე პურს ფული არ აქვს. და ის შუაზე გაიხეოდა ის ბავშვი და რაღაცას მოიფიქრებდა და იმ ბებიას რაღაცას მისცემდა და რაღაცას უზამდა. და უცებ რო ყოფილიყო ისე რომ შეძლებული ნაცების სიტუაციაში აღმოჩენილიყო ეს ბებია, შეძლებული ნაცები უკვე არ არსებობენ მე მგონი, მაგრამ როდესაც არსებობდნენ. იქამდე მივიდოდა სიტუაცია, რომ ის ბებო იქიდან წავიდოდა ბედნიერი. როგორც მინიმუმ ყველა ყვავილს იყიდიდან მისგან, რაც კი ხელში ეჭირა. მერე კიდე რომელიღაცა თავის საკუთარ მანქანაში ჩაისვამდა და სახლამდე მიიყვანა, რომ ბებოს ფეხით არევლო. კიდე პროდუქტებს უყიდიდა გზაში და იმ სახლში მიუტანდა და პროდუქტებით სახლს გაუჭედავდა. თუ აღმოჩნდება, რომ იმ ბებოს სახლი არ აქვს, კიდე ამაზე დაიწყებოდა ცალკე ზრუნვა. აი ასე იქცეოდა ხალხი 2012-მდე. და ძალიან ბევრი დღემდე ასე იქცევა, ოღონდ რომელიც კოცი არ არის. აი ესაა კოცი. რუსის მონა და ადამიანობის ნატამალი რო არ გააჩნია ისეთი რაღაცა, აი კაცობრიობის განავალი კანალიზაცია ხალხი. და ძალიან სასაცილო ბაჩო ახალაია სახერო ყავს პროკურორი. ძალიან უტიფარი, აი საშინლად უტიფარი ქალია. საძაგელი ნაძირალა, აი ყველა ხო ნაძირალა, აი ეს რაღაცნაირად გამორჩეულად ნაძირალაა და აი რო უყურებ, რო ხედავ, როგორ სიამოვნებს თავისი ნაძირლობა. აი როგორ უსწორდება, რომ ესეთი ჯალათია და დღეს ანონსი დაიდო თუ გუშინ. მელიას შაბათის ანონსი და აღმოჩნდა, რომ მამამისი ტურმე რუსული სანქცირებული ნავთობით ვაჭრობს. გარდა ამისა, რომ თვითონ იჯდება ციხეში იმის გამო, რასაც ახლა ბაჩოს საქმეზე აკეთებს, მამამისიც ციხეში იჯდება, იმიტომ რომ რუსეთს ეხმარება სანქციებისგან თავით დაიცურინოს. ძალიან მიხარია, ძალიან მაგრები ხართ, ხოცებო, ძალიან მაგრები ხართ.
კი გგონიათ, ანუ რაღაცნაირად დუნკარმაგლაუდები გგონიათ ამათ თავი. გგონიათ, რომ კატასავით 10 ცხოვრება აქვთ თუ რა, რომ მუდმივად იქნებიან, რომ არასდროს არაფერი არ დაემართებათ თუ რა, ანუ აი ამდენ დანაშაულს რო აკეთებ, რის იმედად არსებობს საერთოდ. მე ამ ფულით სახლებს რო იშენებენ, ბინებს რო ყიდულობენ და რაღაც. აი რანაირად და რატო გონიათ, რომ ეს ყველაფერი შერჩებათ, აი ძალიან მაოცებს. ძალიან მაოცებს, რომ გონიათ, რომ ეს შერჩებათ. ძალიან საოცარია. არ შერჩებათ. კაი. ვიჭურავეთ და გვეყოფა. და ხვალ 9 საათზე შევიკრიბოთ პირდაპირ ეთერში და განვიხილოთ დეოკუპაციის პოლიტიკის პირველი პუნქტი, 5 პუნქტიანია დეოკუპაციის პოლიტიკა. განვიხილოთ პირველი პუნქტი, რომელსაც ქვია კოლაბორაციის და ლუსტრაციის კანონის აუცილებელი მიღება. მომავალ შეხვედრამდე. კოცი მალე დაემხობა. საქართველო იქნება დეოკუპირებული, უკრაინა იქნება დეოკუპირებული, რუსია არ დარჩება შავ ზღვაზე.